ეს მე ვარ ბუბას მყინვარისკენ მიმავალ გზაზე. რათა შევასრულოთ ჩემს პირველ YouTube ვიდეოში დადებული პირობა. ბრუნდები იმ პირობით, რომ ბუბის მყინვარს დაუბრუნდები. ბუბის მყინვარს უნდა შევეხო. ბუბას მყინვარისკენ მიმავალი ბილიკი ჩემთვის დაუმთავრებელი გზის სიმბოლო გახდა. ამ ყველაფერს კი უფრო დიდი მნიშვნელობა შეძინა შოუის ტრაგედიამ, როცა ბუბას ხეობიდან წამოსულმა მეწყერმა შოუი მიწასთან გაასწორა. ახლა კი ამ გზაზე მიმავალი არაერთხელ დავეჭვდი. იყო თუ არა ეს უსაფრთხო და საერთოდ შესაძლებელიც კი. რას მანძილამდე ყველანაირს მივახლოვდებით. მაინც მყინვარზე სირბილი მეჭვები. თუმცა ჩემი არხის სპონსორი ხომ საქართველოს ბანკია, რომელთან ერთადაც ჩემი პირობების შესრულების გზაზე გაჩერებას არ ვაპირებ. შეუძლებელია ეს მოგზაურობა დაიწყო და არ გაგახსენდეს რა მოხდა შოუში 2023 წელს. აი სწორედ იმ მყინვარიდან წამოვიდა ღვარცოფი, რომელმაც გამოიარა მთელი ეს ხეობა და ბოლოს ხაურობა სრულად გაანადგურა შოუის ზედა ნაწილი. გადარჩა მხოლოდ ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი აშენებული სწორედ გაგეგმილი სანატორიუმები და შენობები. დღეს აქ ხაურობა სრულად განადგურებულია პირველად ვარ იმ ამბის მერე და არ ვიცი, ეხლა ნათად მახსოვს აი აქ კოტეჯები იყო ჩამწკრებული, სადაც ოჯახები ცხოვრობდნენ. რავი, შოქში ვარ ახლა ხამოსული ისეთი მდგომარეობა დამხვდა. აი რამხელა ლოდები არის ჩამოტანილი უყურე. და სწორედ ეს ბილიკი იყო, რომელიც ჩემს პირველ ვიდეოში გავიარე. გავიარე ის ადგილები, რომელიც დიდი ნაწილი დღეს დამეწყრილია და ბუბას მყინვართან არ მისურს ბუბას მყინვარს დაუდე პირობა, რომ იქ მივიდოდი და მას შევეხებოდი. ის მყინვარს უნდა შევეხო. დღეს კი ამდენი ხნის შემდეგ ამ საკმაოდ სიურპრიზებით სავსე და სახიფათო ადგილას მივდივარ და შევთაიდათ არის ჩემი ძმა და მეგობარი. წინ მახლა არ ვიცი რა ხდება, რა ნაწილია დამეწყრილი, ბუბას მყინვარისკენ რა ხდება. ჩვენი მარშრუტით სწორედ აქედან, განადგურებული შოუიდან იწყება. ჩვენი დღევანდელი მთავარი გეგმა არის, რაც შეიძლება ახლოს დავბანაკდეთ ბუბას მყინვართან, საიდანაც უკვე ხვალ შევეცებით ბუბას მყინვარზე ასვლას. ასეთ პირობებში გვიწევს თავიდან სიარული. ერთად არ არის აქ ბილიკი, უდიდესი ლოდებია ჩვენს ქვემოთ, გვიწევს გაკვალვა და რაღაცა ქვებზე სიარული. ეს ფუნქციონირებდა აქ ხალხი იყო, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა. მაგრა გაუმართვათ, ანუ რა არის დარჩენილი ნახე. ეს ძალიან გადარჩენილია რა. ეს არის მდინარე ბუბასწყალი, რომლის ხეობასაც ჩამოყვა ეს ღვარცოფი და ბოლოს შოუის ზედა ნაწილს მთლიანად გადაეფარა. არაფერი კონტაქტია. ცოცხალ საკარავინებზე დარი გვაპავიდა ვინმე. ეს ძველი საბჭოთა დროინდელი შენობა, რომელიც ტრაგედიამდეც მიტოვებული იყო. ეს შენობა ჩემს პირველ ვიდეოშიც გადავიღე 4 წლის წინ. სავსეა მსგავსი მიტოვებული შენობებით. ძალიან ცოტა ადამიანი შემხვდა. აქტიურად цариელია შოვი. როგორც ხედავთ, ღვარცოფისგან გამოწვეულმა ტალახმა ესე შეაღწია ამ შენობაშიც და პირველი სართული სრულად გაანადგურა. ძველი სასტუმრო. გარე ეს საშინელებათა ფილმებში როა ეგეთი ამბავი. ახი სადამდეა შემოსული ტალახი. ეს ახურავს ისე მარტივად ვეხები იმ ხელა ტალახია. აქედე პიანინო. მდგომარეობა, როგორც ხედავთ იმ ფანჯრიდან არის გადმოსული ეს ტალახი და აქამდე მოაღწია. შეგოდი რომ მოცივი იქნებოდა აქ ამოსვლა, მაგრამ მსგავსი თუ იქნებოდა. ეს მომედგინა ახლა ლოდები ჩამოტანილი და ამდენი სიცოცხლე შეწირული. არა, არ ვიცი. აი ეს გვირილები რაღაცა საოცარია. ამ განადგურებულ სამყაროში ბუნება ცოცხალია, რა თქმა უნდა, ბუნება არ სჭირდება. ესე აქამდეც ბევრჯერ მომხდარა, მომავალშიც მოხდება, უბრალოდ ჩვენ ამისგან თავიდან დავიზღვიოთ თანამედროვე სამყაროში. შოუის გავლის შემდეგ ჩვენი გზა დამეწყრილ ხეობას მიუყვება და მიუხედავთ იმისა, რომ ეს ბილიკი უკვე გავლილი მქონდა, ახლა იქ სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა. აი ეს ხო არ მიდის ბილიკი? პირველი მონაკვეთი არის ესეთი დამეწყრილი. შემდეგ უკვე გადავდივართ ბილიკზე, რომელიც სულ კარგ ბილიკს უბრუნდება. თუმცა მთაში კარგი ბილიკი სულაც არ ნიშნავს მარტივს. პირველი 2 კილომეტრის საშუალო დახრა 40 გრადუსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად კიბეზე გვიწევს სიარული. კარგად დავიტან ჯერ. მიდი, ავე 1-20% გვაქვს გავლილი ჯერ ხოლმე. სრული მარშრუტი ბუბას მყინვარამდე დაახლოებით 11 კილომეტრია. აი ამერა წინ იკვლევს გზას. ბილიკი როდესაც გაკვალული იყო, თუმცა დღეს ის გაველურებულია და მისი გავლა ონლაინ რუკის გარეშე არ არის რეკომენდირებული. ამიტომ ეს ამბავი სრულად ამირას და მის ტელეფონს აქვს ჩაბარებული. всё, ახლა ბოლოში ვარ თითქმის ამაღმართის. ცოტაც. ძლივს გავაღწევთ ახლა ნერნულად ყიდან. ჩვენი გზა უკვე გაგრძელდება ზიან მინდორებში, რაც ასევე რთულია სიცხის კონჩი. ამას ქვია ყველამდე ბალახი.
ბიჭო, იმენა ბუბას ყინვარზე ასვლაზე და ყინულზე ხელიზადებაზე რა აზრის ხარ? არის უნდა შევხედოთ. რაღაც მანძილამდე ყველანაირს მივახლოვდებით. მაინც ყინვარზე სირბილი მეჭველი. ფილიკიც მთავრდება. ანუ რელიეფს გადავხედეთ, ბოლოს საკმაოდ რთულდება, იწყება უკვე. ყინულის ქვედა ფენა საკმაოდ გამოწვევებით სავსე ბილიკია. თუმცა გამოწვევები მხოლოდ ახლა დაიწყო. ხო არ გაქვს ტელეფონი ამომივარდა. არ გადის? ამომედისათვის აბონენტი. არა მეუწვა მალე. 1 საათის მანძილზე ვეძებდით ტელეფონს, თუმცა ვერ ვიპოვეთ. არა და ეს ტელეფონი იყო ერთადერთი, სადაც ჩაწერილი ჰქონდა ბუბას მყინვარისკენ მიმავალი მარშრუტი. ეხლა მივდივართ, არ ვიცი რა, ვარაუდის ზონეზე. ქვებზე უნდა დავაკვირდეთ, აი ხე წინ ქვებზე შეიძლება იყოს მარკირება, ნახე. თუმცა ბილიკის მარკირება არსად ჩანდა და თვითონ ბილიკიც იკარგებოდა მაღალ ბალახში. ბილიკს უყურებ ეხა. იქოს ზემოთ. ძალიან რთულია ეს. ეს ბილიკი სირთულესთან ერთად რაღაც მომენტებში საკმაოდ საშიშიც იყო. ხრამის პირას გაჭრილი ბილიკი ხშირად კარგად არ ჩანდა. ერთი არასწორი ნაბიჯი და კარგად მეყოლა. გამოსვლიდან 5 საათის შემდეგ მივადექით მწყემსების ყოფილ საბანაკეს, საიდანაც ბუბას მყინვარს დაუდე პირობა, რომ მის სანახავად მოbrunდებოდი. ამდენი ხის შემდეგ დაუბრუნდი ამ ადგილს, უკვე ამირასთან და ნიკასთან ერთად მარტო არ ვარ, მაგრამ ძალიან სირთულეები გადავიტანეთ. იდეაში უნდა ვცადოთ ყინვარამდე მისვლა. ბილიკი აღარ გრძელდება. რაღაცნაირად უნდა შევხედოთ რა, რამდენად გამოსვლადია საერთოდ ყინვარამდე მისვლა. წავედით, წინ კიდე შორი გზავნა. ამის იქით უკვე მეც აღარ ვიყავი ნამყოფი და თითოეული ნაბიჯი სიახლე იყო ჩემთვის. ამ ბილიკის ერთ-ერთი პლუსი წყლის სიუხვეა. თითოეულ შესვენებაზე კი უდებს ვაციერდით, რათა დაბანაკებისას განქარობის უმაღლესი ხარისხი გქონოდა. ბილიკი ხან მაღალ ბალახებს მიუყვებოდა. ხან კი ისევ ტყეში ბრუნდებოდა, ხან კი უბრალოდ ქრებოდა. სად არის ბილიკი? როგორც ხედავთ, ამის იქით არის სასაზღვრო ზონა და უნდა ქონდეთ სპეციალური ინასა გამზადებული საშვი, პერიოდული დამადასტურებელი მოწყობა. ბილიკი გაქრა უკვე ვარაუდის მიდივართ ძალიან. ეს გულზები კიდე 2 კილომეტრი თავის დამხვევია. მედი უკვე დაბრუნდებიან მე. კონძლებს გამოვახდით. კიდევ როგორც ხედავთ, იქ რა ვართ. იქიდან უკვე გამოჩნდება. მივხვდებით. სწორედ მიდივართ თუ არა. დამისიცხეთ. არა მიუყვებით გზას. მსგავს პირობებში განსაკუთრებით ჭარბი ოფლის გამოყოფისას ადამიანები უკარგავთ საჭირო მინერალებს, ეგრეთ წოდებულ ელექტროლიტებს. მენი არჩევანია, არაფრის საწუწუნო არ გვაქვს. ეს ქსიამონებს თევზი ასხლა, იმის განცდა რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. თამდე ასასრულად კი ამ ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა დაგვეხმარება. ამაზე უკეთეს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მივირთმევთ, სანამ არის საკმაოდ გემრიელი. იმენა შეივსოვნა ეს. მადლობა უთხარი ნუტრიოს ჯის. მადლობა ნუტრიოს, ეს თუ გადამარჩენს, თორე ვიტანჯები ხალხ. ამ თებში მიმავალს კი ის ლექსი გამახსენდა, რომლის პირველად საკითხვის შემდეგ პირდაპირ რაჭაში გამოვქანდი. ყურძნო მთის რაჭა, მესამე რაჭა, ენკენის სვია და ჩამოსწოვსაცა. იქით უწერა, აქ კიდევ შოვია, შოდაზე კიდევაც ჩამოუთოვია. მამა ღმერთს ამაზე პირქუშად ხვარებია. ლამაზე ხარ და მთის რაჭა ღარიბია. ქერზე და კარტოფილზე გადივლის იორად, გლოლა და საგლოლო, ხები და ჭიორა, მაგრამ აქ სიცისფრია, სხვა მზეა, სხვაცა. მესამე რაჭა. კი, ჩემი სამშობლო ულამაზესია. კი, ჩემი მდინარე ურაფაზისია. კი, ჩემი სადგივარი, ჩემი ხეობა. კი, ქვეყნის დღეობა, ჩემი დღეობა. კი, სარწმუნოება, ჩემი მხნეობა. კადრში თუ ხედავთ გიორგი ავერიძეს. ჯიხუია ხო ეს ჩემის? გამოჩნდება საოცარი მყინვარები. ეს არის ბუბას მყინვარი, რომელიც ნახევად ნისლშია დაფარული. როგორც ხედავთ, იქ ძალიან ბევრი დიღრია, ხრეში, იქასვა არ ვიცი ამდენად რეკომენდირებულია, მაგრამ ჩვენ მისის ვართ ამოსულები აქ. მენი ეს საბანაკია. ვაა! წვიმას იწყებს ბიჭო. ეხა შევა მაგრათაც ხოს ყორღათა, წვიმას იწყებს. ეხა შემიძლია თავი მართლა საკუთარ სახლში მიგზნო. აი აზრი მაქვს. გაუმარჯო საქაურობას ბუბას მყინვარის სამოდავით. და გაუმარჯოს ხარვას.
შეწრები ნახე. მოგეცოთ ეგრე. ხო, რასაც თქვენ დიდად არ იქნებთ ხელფეხსა. ხო, თქვენ რაღაცა ძალიან არ ხეინათ იყავით ავტორი. ნახე მოძრაობაში ვიყავით. ან კუც ვიქნები. რასაც ვაკეთებ. შენ თავს ვისაუბრ რასაკეთებ, მე აღმერთოთ მოდიოდი ესე. მოძრაობა ხო არის პულზებიც ეგრე აკეთებ. ოპა მეთქი თუ არ მოვხიე. შენ ჩამ. რამოდენიმე მომენტი უცებ მაგარ ტრაფიკ გავიჩი. სწორი გადაწყვეტილება პროსტა რო არ მიგვეღო, კარგად იყავი 1-2 საათი. ხვალ ბუბაზე არ მომდივარო? ხვალ ბუბაზე არ მომდივარ. მოუყურებ რა მინდა პროსტა სწორი კი. სუქიანია და კი არა. არა, მაგას ვარ. იმენა ბუბას ყინოს და შევდიხო. ალბათ ხვდებით. თუ რამე სიზმრება და მთელი ღამე. ოთხარ ბუბას ყინვართან მისასწორეთ. და ხედავთ მგონი რომ მაგერ მოbrunდებით. შენ ძახი რომ ბუბას ყინვას ვერ შევეხები? δεν არ ეთქობა. იქნება საშინელი დახრი. მომზადებლები ვართ არაფერი არ გვაქვს ჩასადული ასე შემდეგ. ანუ ნახე თავარი გავითვალისწინოთ ახლა უსაფრთხოება და დროის ამბავით. მგონი რომ არ არის ახლა ეს უსაფრთხოება. აქ მოსული რომ ვერ ავიდე ბუბას ყინვამდე, რავი შეჩო რა გამიწყდება. ნორმალურად დავიწყეთ მაშინ. აი ეს ნამდვილი თავგადასავალია ამი. აი გზის ნიგუშა. უი, კარგად ვიარეთ რაღაც ხუთმეტი. აქტიურად ბუბას ყინვარიდან გამომავალ წყალსავთ. როგორ შევისწორეთ დიდი ხანი წავედი. მოგე ჩვენი მიზანი ახლა აი ამ ფერდს გადავცეთ რაღაცნაირად. იქიდან იწყება კიდე უარესი აღმართი. ძართულია. წინ არ ჩანს რეალურად რა ხდება. რას ფიქრობ? ჯერჯერობით ბუბას ყინვარი ახლა დამალულია. სიურპრიზებს გვიმზადებს შეიძლება. ხედავთ მარცხნივარი ძალიან საშიში კლდე რომელიც იშლება ამ კლდის ნაშალზე დავდივართ, ამიტომ მაქსიმალურად მინდა ახლა მარჯვნივ გადავიდეთ. თუმცა როგორც კი მარჯვნივ გადავიდით, უფრო საშიშ ადგილას აღმოჩნდით. იმ ქვების ქვემოთ, რომელზეც დავდიოდით, მოედინებოდა ბუბას მყინვარიდან წამოსული მდინარე. და სწორედ ეს მდინარეა, რომელიც აქვე მდებარე თბილისის მყინვარიდან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დადიდდა და შოვამდე ჩააღწია. საკმაოდ დიდი კითხვის ნიშანი დაუსვი ამ პირობის შესრულებას, ყოველ შემთხვევაში ესეთი მომზადებით, მაგრამ ხომ გაგიგიათ მადა ჭამაში მოდისო. ესე დამემართა აქაც. რაც უფრო უახლოვდებოდით ბუბას მყინვარს, მით უფრო მიმძაფრდებოდა ჟინი და უოკებელი სურვილი. თითოეული დამღლელი ნაბიჯი კი ამ თრგუნავს პირიქით მაძლიერებს, იმიტომ რომ დები რომ უფრო უახლოვდებით ჩვენს მიზანს. ზოვდი, ჟინი შეუძლება შეგვაძლებინებდა. ჩვენს კი ეჭვგებარებოდა რაღაც მომენტი, მაგრამ ეხა მაგამჯერა. იყო მომენტები, როცა ვერ ხვდებოდით სად მივდიოდით. აქედან შეიძლება სურპრიზი დაგვხდეს. მაგრამ ჩვენ მაინც წინ მივიწევდით. საქართველოს ბანკის ბოლო კამპანიის სიტყვების ხომამას გეუბნება. ჟინი ყოველთვის პოულობს გზებს. ნენელა პირველ თაოსაც უახლოვდებით. აი, იქ არის ჩვენი კარავი, ჩვენ ვართ აი აქ, ამ შესანიშნავთებში. ნენელა თოვლი გზას გვიღობავდა და გვიწევდა მისი გადავლა. ეს კი რეალურად ძალიან საშიშია. ერთი ჩვეულებრივი ნაბიჯი და შეიძლება თოვლის ქვეშ დამალულ ნაფრაში ჩავარდეთ. აბა, მაგარი კარგად ჩავარდე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შესაძლებლობის თუ ჩავარდა. კარგად უნდა გესმოდეს, რომ თასთან თამაში არ შეიძლება. აუ, მე პროგრესია. დააძრე. ალბათ ერთ ნახევარ საათი და ფეთი. როგორც ხედავთ, აი ეს ყველაფერი ქვემოთ, რასაც ხედავთ, ერთდროს ყინვარის ნაწილი იყო. მართლა ძალიან ახლოს ვართ, აი ამას ესე ავყვებით და აი ამ თას მოვადგებით და იქ არის ბუბას ყინვარი. ბიჭოაზე ხარ ტიპები როგორი ბაშკაცები არიანო, რავი, აი მიდიან და მიდიან. ეხლა წარმოედგინე იქ რო იყო ასასვლელი ამერ. ამხელა მომზადება და მიზანსწრაფულობა გინდა. ორი უდიდესი დამსვლელი მთისკაცი დაუკარგეთ არშილ ბადრიაშვილი და ნიკა ფალიანი. რო ჩამოდიხარ ძირში მთის უკვე რო იხედები ზემოთ, უყურებ ამ თას და ხვდები რომ ანუ თაკი არ გადალახე, ან გადალახე შენი სისუსტეები და შენ უკვე მზად ხარ შემდეგი მიზნებისთვის, რომელიც შეიძლება ბევრ რთული იყოს. წარმომიდგენია დაახლოებით რას გზობდნენ, როდესაც ფსაზე მიდიოდნენ. დიდებამაც სახელს. ასე თუ ისე ნორმ ნაშალზე გამოვედი. მოვიდით, ხო? უკვე თითოეული გადადგმული 10-15 მეტრით საშიშია, იმიტომ რომ აქ ნაპრალებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ბუბას ყინვარის ნაწილზე ვართ, მივიწევ ხა მე წინ რომ შევიხო ყინულს. სულცოდაც. ყინული, გავა ყინულზე. და ვეხები ბუბას ყინვარს. ამ საოცარ მომენტს ვეძებოდი ჩემი პირველი YouTube ვიდეოდან. პირობა შესრულებულია.
ჩვენ ვართ ახლა ბუბას მყინვარზე. ყინულზე. ზღვის დონიდან ალბათ 3000 მეტრამდე დაახლოებით. მათაცონებით საოსია აქაურობა. ყველა მხრიდან ისმის ქვების სვენის ხმა. 4 წლის წინ პირველად დავდექი კამერის წინაშე და ეს პირობა დავდე. მას შემდეგ ბევრი თავგადასავალი გამოიარეთ ერთად, თუმცა ჩემს გულს ყველაზე მეტად აქ მოუწევდა. ეს კი 157,000 ადამიანი ხართ, ვინც არხის გამოწერით ამ გზის ნაწილი გახდით. ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ და მინდა ეს ჩემი ბედნიერება უდნა მაინც თქვენსკენ გადამოვისრულო. გიზიარებთ ჩემს ბედნიერებას. მიყვარხართ.